მოგესალმებით ყველას ნეველის ეზოთერიულ გვერდზე. დღეს გვექნება თემა სახელწოდებით რა მდგომარეობაში არის ჩემი ენერგეტიკული ველი და ზოგადად როგორ ავიმაღლო ჩემი ენერგეტიკული მდგომარეობა, ხო? ვიბრაციები როგორ ავწიო, რა დაგჭირდებათ ამისთვის, რა უნდა გააკეთოთ. იმისთვის რომ მოხდეს ენერგობალანსირება, თქვენი მხრიდან რა თქმა უნდა საჭირო არის, მათ ვისაც ჩემი არხი გამოწერილი არ აქვთ არხის გამოწერა, კომენტარი, მოწონება, გაზიარება. პირადისთვის რა თქმა უნდა მიკავშირდებით Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე. მაშასადამე ვარიანტები იქნება ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტის მდგომარეობა, მეორე ვარიანტი. შეხედეთ კარტებს, დაფიქრდით, აირჩიეთ სასურველი ვარიანტი, რომელიც მეტად დაგიძახეთ, მეტად მიგიზიდავთ, რა მდგომარეობაში არის ამ მომენტისთვის თქვენი ენერგეტიკული ველი, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ აიმაღლოთ ვიბრაციები, ენერგეტიკული მდგომარეობა გაიზარდოთ. და რჩევა რა თქმა უნდა. ორი ვარიანტი, სამი განხილვით. მათ ვინც ვერ მოასწრო არჩევა, დააპაუზეთ. პირველი ვარიანტი. ამ მომენტისთვის რა მდგომარეობაში არის თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპისთვის ხართ გარკვეული კუთხით განკურნების პერიოდის მდგომარეობაში. ხო, გარკვეული კატეგორიისთვის შესაძლებელი არის გადათამაშდეს, რომ ქონოდა უახლოეს პერიოდში რაღაცა სახის პატარ-პატარა ჯანმრთელობის პრობლემები, შეიძლება იყოს მენტალური მდგომარეობა, შეიძლება იყოს ფიზიკურ დონეზე, მაგრამ ეს ყველაფერი ნელ-ნელა უკვე გადადის მდგომარეობაში, როდესაც თავადვე შეგიძლია საკუთარი თავის მკურნალობა. ნიჭი როგორც ასეთი, აქ გაქვთ საკუთარი თავის თვითმკურნალობის მდგომარეობა. ხო, საკმაოდ კარგად და ძლიერად გაქვთ უნარი, რომ აღედგინოთ შინაგანი ენერგიები. შესაბამისად, აქ მე რასაც მიჩვენებს მდგომარეობას ამ ეტაპისთვის, ეტაპობრივად უკვე აღდგენადობის მდგომარეობაში არის, ხო, ანუ თვითონვე ახერხებთ საკუთარი ენერგიების აღდგენას ყოველგვარი სხვა ადამიანების ჩარევის გარეშე. თქვენ ენერგიას აქვს ესეთი პოტენციალი, რომ თავადვე გამოიმუშაოს ის აღდგენითი უნარები, რაც არის, ანუ საკმაოდ ძლიერი სხვებთან შედარებით. გარკვეული კუთხით აქ გადათამაშდება ადამიანების ესეთი მომენტი, რომელსაც აქვს საკმაოდ ძლიერი ინტუიცია, მკურნალის ნიჭის მდგომარეობა და ზოგადად სხვა ადამიანებისთვის ყოველთვის ხართ როგორც მაშველის პოზიციაში, მათი განკურნება გარკვეული კუთხით ფსიქოლოგიურად იქნება ეს საუბრის მდგომარეობით, ეს ყველაფერი შეგიძლიათ. ასე რომ აქ ამ ეტაპისთვის კი არის პატარ-პატარა რაღაცა სიზუსტის მომენტები, მაგრამ ძირითადად მაინც ძლიერ პოზიციაში იმყოფებით. რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ უფრო მეტად აღიმაღლოთ თქვენი ასე ვთქვათ ენერგეტიკული მდგომარეობა, ხო? აქ პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ უნდა დაკავდეთ საკუთარი თავის განვითარებით პირველ რიგში და რა თქმა უნდა ყველაფერი რაც დაკავშირებული არის სახლის თემებთან, სახლის მაგიის თემა. ახლა აქ რა მოიაზრება? კარგი იქნება თუ სახლში ერთ ადგილას მაინც მოიწყობთ რაიმე ისეთ კუთხეს, სადაც გექნებათ გარკვეული სახის ნივთები, სანთლები, იქნება სურნელოვანი ჭხირები და ასე შემდეგ. ხო, ანუ სადაც გეცოდინებათ, რომ ეს არის თქვენი მაგიური კუთხე პირდაპირ მნიშვნელობით. თუ ხშირად მოახერხებთ საკუთარი სახლის წმენდით მდგომარეობას, იქნება გარკვეული სახის, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის წმენდაც და ასევე სახლის წმენდაც, ხო, სხვადასხვა სახის მცენარეებს თუ დაწვავთ, დააბოლებთ, რომ მოხდეს მუდმივად ამ ყველაფრით, ასე ვთქვათ, აქტიურ ფაზაში გადასვლა. ანუ ეს იქნება ერთგვარი გავარჯიშება როგორც თქვენი ენერგეტიკის, ასევე იმ ტერიტორიის, სადაც იმყოფით. არ აქვს მნიშვნელობა იმიგრანტი იმყოფო ხართ თუ პირობითად საკუთარ სახლში ცხოვრობთ, სადაც ხართ, ის გარემო უნდა იყოს სუფთა. თუ არ იცით რა როგორ გააკეთოთ, მე მაქვს ჩემი დახურული ჯგუფი, სადაც ვასწავლი კონკრეტულად წმენდით პრაქტიკებსაც, საბაზისო თემებს საკუთარი თავის დაცვის თვალსაზრისითაც და შეგიძლიათ დეტალებზე პირადში მომწეროთ. ანუ აქ პირდაპირ მნიშვნელობით საჭირო არის იმისთვის, რომ საკუთარი თავი მეტად გააძლიერო, გარკვეული სახის პრაქტიკებში შეხვიდე. მაგრამ ძირითადად მცენარეებთან კომუნიკაციება, ბალახები, ცეცხლის სტიქიასთან, მიწის სტიქიასთან აქტიური ფაზა გჭირდება და რჩევა თქვენთვის როგორი არის? კარგი იქნება თუ კი დაიცავ გარკვეული სახის ძლიერ დღესასწაულებს, ხო, ანუ მაგალითად, როდესაც არის დღესასწაულები, წელიწადის ბორბალი, რომელიც არის, ხო, 8 დღესასწაული, რომელიც შეიძლება ყველა, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ აღნიშნო ხოლმე, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც დაკავშირებული არის მიწის სტიქიასთან, ცეცხლის სტიქიასთან, საკმაოდ მძლავრად არის შენში. შენი სიტყვა შესმენილი არის, შენი სიტყვა
ყოველთვის არის ძალის მატარებელი, ლოცვითი პოზიცია საკმაოდ ძლიერი გაქვს, შესაბამისად რჩევა არის ესეთი. იყავი მეტად აქტიური, ნუ გაქვს სიზარმაცის მომენტები, დიდი ხანია უკვე მოშებულ პოზიციაში ხარ და საჭირო არის რომ ცვლილებები განახორციელო საკუთარ თავში. აქ პირდაპირ მნიშვნელობით ამონდის ადამიანის კატეგორია, რომელსაც საკმაოდ ძლიერი მაგიური პოტენციალი აქვს, მაგრამ რაღაცა მომენტში ან არ აღვიძებს საკუთარ თავს ბოლომდე, ან შიშის მომენტი აქვს და არ იცის ეს ყველაფერი როგორ გააკეთო. საკმაოდ ძლიერი ხართ პირველი ვარიანტი. დამიწერეთ რამდენად რეზონირს და გადავდივარ მეორე ვარიანტზე. რამდენად კარგ მდგომარეობაში ან როგორ მდგომარეობაში არის თქვენი საკუთარი ენერგეტიკა, ხო? დავიწყებ იმით, რომ ზოგადად თქვენი ენერგეტიკული მდგომარეობა ამ მომენტისთვის საკმაოდ არის სხვებისგან თვალის პოზიცია, ესე ვიტყოდი, ხო? ვერ ვიტყვი, რომ მაინც და მაინც გადასარევ მდგომარეობაში ხართ, იმიტომ რომ აქ პირდაპირ მნიშვნელობით ამონდის, რომ სხვისგან მუდმივად გაქვს თვალის მომენტი, შურის მომენტი, თითქოს პირდაპირ მნიშვნელობით ძალიან ძლიერად გარწყავთ ენერგეტიკაზე სხვის მხრიდან ეს გამოვლინებები, შური, ლაპარაკი, ჭორები, ეს რაღაცა კონფლიქტური თემები, ანუ ზედმეტად იზიდავთ ესეთი ნეგატიური სახის ენერგიებს, თამამად შემიძლია თქვა, ხო? ამ მომენტისთვისაც პირდაპირ მიჩვენებს, რომ საკმაოდ ძლიერი თვალი შესაძლებელი არის გქონდეთ სხვა ადამიანისგან, შურის ფაქტორი, რაღაცა მომენტში თითქოს თქვენ და ამი ძალიან ძლიერი წყენის მომენტი აქვს კონკრეტულ ადამიანს, ხო? შესაბამისად, აი ეს ყველაფერი თქვენზე საკმაოდ ცუდად მოქმედებს. შეიძლება რაღაც მომენტში გქონდეთ ხოლმე თავის არეში ტკივილი ან გაბრუებულობა, წნევის მდგომარეობა. ეს ყველაფერი განპირობებული არის იქიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ მიჩვენოს, რომ თვალის პოზიცია არის საკმაოდ ძლიერი მეორე ვარიანტზე. საჭირო არის, რომ რაღაც მომენტში ისწავლოთ საკუთარი თავის დაცვა, წმენდითი მდგომარეობა, იმიტომ რომ აქ პირდაპირ როგორც კი რაღაცა უსიამოვნო თემა ხდება, პირდაპირ თავის არეში არის დარტყმის მდგომარეობა. ანუ აქ შედარებით უფრო მეტად დასუსტებულ მდგომარეობას აჩვენებს, როგორ აიმაღლოს საკუთარი ენერგეტიკული მდგომარეობა. ყურადღება მიაქციე შენ სიზმრებს, რომლებიც მოდის. საკმაოდ ძლიერი ინტუიციური სიზმრები შესაძლებელი არის გქონდეს გაფრთხილებების სახით მოსული, ეცადე რომ სიზმრების სახით გაიაზრო და დაიმახსოვრო ხოლმე სიზმრები, რა როგორი ნიშნება გეძლება, ვისგან არის ეს კონკრეტული სიზმრები, ხო, ანუ გააზრებულობა მეტი გჭირდება. აქ პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ შესაძლებელი არის გქონდეს ხოლმე რაღაც ესეთი კოშმარული სიზმრები, საშიში სიზმრები, მაგრამ ეს არის იმისთვის, რომ გაფრთხილება მიიღო. ასევე მიჩვენებს, რომ საკმაოდ ძლიერი წყენა მოდის ქალის პოზიციისგან. ქალი, რომელიც მუდმივად თითქოს შენზე საუბრობს, ლაპარაკობს, ენას არ აჩუმებს, შეიძლება სიტუაციურად გქონდეს შენზე ასე ვთქვათ, უფრო მეტი საშუალება გინ მატერიალურად, გინ სიტუაციურად ოჯახის თვალსაზრისით დააშეშმეკ, მაგრამ მუდმივად განხილვის თემა ხარ, თითქოს აი რაღაცა ჩახოვულ პოზიციაში არის და ვერ ჩერდება. რა უნდა გააკეთო ამისთვის? პირველი რაც უნდა გააკეთო, უნდა შეძლო საკუთარი ბარიერების დაწესება ადამიანებთან ურთიერთობის კუთხით. აქ რადგან ახლა ესეთი ინფორმაცია ამოვიდა, მოდი დამატებით კარტი ამოვიღოთ, რომ უფრო მეტად თვალსაჩინო იყოს თქვენთვის. ხო, აქაც პირდაპირ მნიშვნელობით მიჩვენებს, რომ უფრო მეტად არის ეს რაღაცა ქალური შურის თემები, ხო? ეცადე რომ თავისუფალი იყო, შეზღუდები საკუთარ თავს არ დაუწესო. აკეთე ის, რაც გსიამოვნებს, აკეთე ის, რაც შენთვის მართებული არის და მართალი არის. ნუ ზიხარ ჩარჩუებში, ნუ ზიხარ სხვისი აზრის ქვეშ, ხო, რომ აი ის რა სიტყვის, მე ესე არასწორად ვიქცევი, აკეთე ყველაფერი ის, რაც მართებული გონია და რაც სწორი არის. რეალურად შენ ამ მომენტისთვის საკმაოდ დაკომპლექსებულ მდგომარეობაში იმყოფები და შესაბამისად ეს შენ ვიბრაციულ მდგომარეობას დაბლად წევს და უფრო მეტად გაზიანებს შეიძლება ითქვას, ხო? ხშირად შეიძლება გამოდიოდე მდგომარეობიდან, ჭორების სიტუაციიდან გამომდინარე, გულთან მიქონდეს ზედმეტად ყველაფერი, ნუ ხარ მიამით პოზიციაში. რაც უნდა გააკეთო, უფრო მეტად გააზრება იმის, რომ ჯერ ხარ შენ და მერე ყველა სიტუაცია. შენ თუ არ იქნები ჯანმრთელად და შენ თუ არ იქნები კარგად, შესაბამისად ეს ყველაფერი უკვე მეორე ხარისხოვანი იქნება. მეტად დაიცავი საკუთარი საზღვრები. ყველას ნოუშვებ შენ საკუთარ გარემოცვაში. ყველასთან უხარ გულღია პოზიციაში. ნუ საუბრობ იმას, რაც გაწუხებს ან გიხარია. საკმაოდ ძლიერი შურის მომენტები არის შენთან მიმართებაში. რეალურად, როდესაც შენ ამ ყველაფერი ბარიერების დაწესებას ისწავლი, მეტი კომუნიკაცია გექნება მცენარეებთან განსაკუთრებით, აქაც პირდაპირ მიწის სტიქი არის აქტიური.
მე უფრო მეტად ენერგიების აღდგენაებაც ბევრი იქნება. ამ ეტაპისთვის შენ რაც გჭირდება არის გარემოს წმენდის მდგომარეობა, ანუ ის გარემოც სადაც რეალებ ეს წრე რომ გაწმინდო ყველა ვარიანტში და რჩევა შენთვის. გაიზარდე ცოდნა. იურთიერთე ისეთ ადამიანებთან, ვინც შენ საერთო ინტერესებს ითვალისწინებს, ვისაც შენაირი აზრები აქვს, ვისაც შენ მოსწონ ხარ, ვინც შენ მოგწონს, ვისთანაც თავს კომფორტის ზონაში გძნობ. ნუ გაქვს ისეთი ხალხისთან კატეგორიასთან ურთიერთობა, ვინც ზედმეტად გაღიზიანებს ან ენერგიას გაცლის, ხო? ფაქტიურად შენ დრო არის უკვე რომ გამოიღვიძო და გაიაზრო რაღაც გარკვეული სახის სიტუაციები. მეტი ცოდნა შეიძინე, წაიკითხე ეზოთერიული წიგნები, წაიკითხე ნებისმიერი სახის ისეთი ინფორმაცია, რაც შენთვის იქნება მომგებიანი და საჭირო და არა ის, რაც რაღაც ყოველდღიური ინფორმაციების კუთხით უბრალოდ ტვინს ღლი, ხო? მეტად იყავი გადართული ცოდნის შეძენაზე. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხარ, თავარი არის რომ მეტად გაიაზრო საკუთარი შესაძლებლობები რეალურად რაც შეგეძლია. პოტენციალი საკუთარი თავი რომ დაიცვა, გაქვს, მაგრამ მეტი ცოდნის შეძენა გჭირდება. აქ პირდაპირ მიჩვენებს, რომ გარკვეული კუთხით წიგნი გადაშლილ მდგომარეობაში არის, ცოდნის მიღების წყურვილი არის, მაგრამ შინაგანი შიშები საკმაოდ ძლიერი არის. ამ კუთხითაც ეცადე რომ საკუთარ თავში შიშები გადალახო. თუ რაღაცა მომენტში გინდა გარკვეული სახის ინფორმაციების მიღება არ იცი რა როგორ გააკეთო, კიდევ ერთხელ განმეორდები, მაქვს ჩემი ჯგუფი, სადაც გარკვეული სახის სწავლებებს ვაკეთებ ადამიანისთვის, წმენდითი პრაქტიკები არის, ცოდნის გაზიარება და შესაბამისად შეგიძლია რომ საკუთარი თავი მეტად განავითარო და ასთან დაკავშირებითაც შეგიძლია პირადში მომწეროთ. ეს იყო ორივე ვარიანტის არსებული ინფორმაცია, საკმაოდ ვრცელი გაშლა გამოვიდა, მაგრამ საჭირო იყო შესაბამისად მიიღეთ ის ინფორმაცია, რაც გჭირდებოდა. გესურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და კარგად ყოფნას ნახვამდის.